მთელი ფასების ისტორია მე მგონი კრახი იყო ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ბოლოს პრემიერს მოუწია ურთიერთ გამორიცხავი განცხადებები გაეკეთებინა. ჯერ ამბობდა რომ კარტელებია და ფასების რაღაც ფასდამატებია და მე აღმოჩნდა რომ ყველაზე დაბალი ფასები ჩვენ გვაქვს ლამის სამყაროში. და ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო ბოლო დროს და უშუალო საიტს რაც ეხება მე მგონი ეს ის შემთხვევა როცა პრემიერი ამბობს კორუფცია ჩვენთან არისო. აი სულთა კორუფცია იმიტომ რომ თანამედროვე გარემოში როცა ხელოვნური ინტელექტი საიტებს აკეთებს მარტივად შემდეგ 53 თუ 60,000 ლარის გადახდა საიტში, პრიმიტიულ საიტში, რომელიც უბრალოდ მონიტორინგს უკეთებს, არის უბრალოდ ღიად კორუფციული ამბავი. ვიღაცა მინიმუმ მოატყუა და ვიღაცა ნაცნობ პროგრამისტებს უნდა რომ ფული გააკეთებინოს. და მით უმეტეს რომ ასე საიტი უკვე არსებობს. ანუ ზოგადად არსებობს საიტი, რომელიც ეს მონიტორინგს აკეთებს ფასების. და შეიძლება რამდენიმე $100 დაჭდეს რაღაც ტიპის ამ საიტის მოდიფიკაცია მაქსიმუმ თუ რაღაც თარობა სჭირდება და მით უმეტეს რომ არ მგონი რომ პენსიონერი დადიოდეს ასე საიტზე და ფასებს ამოწმებდეს. მაგრამ თავიდან ბოლომდე აი ხო ფარსი იყო და ეს უბრალოდ პატარა სიმპტომი ახლა 50,000-ის გამო შეიძლება ქვეყანა არ დაინგრეს, მაგრამ რაღაც სრულმანი კორუფციული გარიგების თემაში, რომელშიც ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მტყუანია და ერთი ტყუილი მეორეს მოყვება ხოლმე. მე მგონი ასეთი თემები ზუსტად გამოსაყენებელი იმისთვის, რომ აი ეს ერთხელ კი არ ვთქვათ, როცა რაღაც თვითონ ქართული ოცნება იზავს და ჩვენ რეაქციას ვაკეთებთ, არამედ სულ შევახსენოთ, იმიტომ რომ ხო დადგება დრო, როცა პრემიერის განცხადებიდან ერთ წელი გავა. ხო შესაძლებელი გვექნება, რომ ფასები არ შემცირდა. და ასე შემდეგ და ბევრი არის, როგორც ომიგინდა დღემდე იყენებენ, დაიწყეს 22-ში და დღემდე იყენებენ ამ ამბავს, იგივენად ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს. აი გუშინდელ რეზოლუციას მიაბეს, რაც აიკვნევიჩიანეს კომენტარს, რომ არა უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის აგრესია, ეს ფანჯარა ჩვენი ქვეყნისთვის, იგივე მოლდოვასთვის მათ შორის არ გაიღებოდა. კი, რა თქმა უნდა, ხო არაფშუაში არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 22 წელი მართლაც ეს ფანჯარა იმიტომ გაიხსნა, რომ უნიკალური გარემოები შეექმნა, იმიტომ კი რომ ვიღაცა ომში გვითრევდა, იმიტომ რომ ევროპელებმა სხვანაირად გადახედეს ამ სამი ქვეყნის, ჩვენი მოლდოვას და უკრაინის რაღაც როლზე რეგიონში. და ამაში არანაირი ქვეტექსტი არ განცხადება ამ შემთხვევაში არ ქონდა, მაგრამ ზოგადად ამაშია საქმე, აი ომი გინდა იმუშავა, დაინახავს რომ ხალხს ამით კარგად ასე ვთქვათ აშინებენ, ატყუებენ და ყველგან იყენებენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არავინ არ დაიწყებს რაღაც ორიგინალი ციტატის ან რაღაც გამოსვლის წაკითხვას, გადამოწმებას, ეხლა რამდენი ზოგადად ადამიანია ქვეყანაში, ვინც ასე იქცევა, ხო? ამიტომ მათი პროპაგანდისტული არხებით აიღებენ და ეტყვიან რომ აი კიდე დამტკიცებულება